გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა. მე ვარ კატო. მოგესალმებით. ვიცი რომ უკვე ბევრი მიცნობთ. მაგრამ ვინც ახლა შემოგვიერთდით, უფრო იმად გასაგონად ვამბობ. ჩვენთან ყველას შეგიძლიათ თქვენ სურვილებზე და პრობლემებზე ილაპარაკოთ. ჩემი მეგობრები ელენე და ნინა დასასვენებლად წავიდნენ და რამდენიმე გადაცემას მარტო მე წავიყვან. დღესაც ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. გაეცანით მსმენელებს. გამარჯობა, მე ვარ თინა 26 წლის. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა. განსაკუთრებით კი ის, რომ შეგვიძლია ჩვენს პრობლემებზე ვილაპარაკოთ. იქნებ ხმა მივაწვდინოთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლიათ და ყურადღება მოგვაქციონ. მე ისტორიის მასწავლებელი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და ახლა ჩემს მშობლიურ სკოლაში ისტორიას ვასწავლი. ძალიან მიყვარს თეატრი და სანამ დედაქალაქში ვცხოვრობდი, თითქმის არც ერთი პრემიერა არ გამომიტოვებია. ყველაფერს ვიკლებდი, ოღონდ კი თეატრში წავსულიყავი და ახალი სპექტაკლი მენახა. სამწუხაროდ, დედაქალაქის გარდა ამ სიამოვნებას ყველანი მოკლებულები ვართ. რა იქნება, რომ ჩვენთანაც ჩამოვიდნენ და ის გახმაურებული სპექტაკლები მაინც ჩამოიტანონ. რომლის შესახებაც მხოლოდ ინტერნეტით გვაქვს ინფორმაცია. ოცნებად გვაქვს ქცეული, რომ ჩვენს გქონდეს მათი ნახვის ბედნიერება. არ ვიცი ეს ვისი მოსაგვარებელია, მაგრამ არჩევნების წინ რომ ჩამოდიან და კარდაკარდადიან, ოღონდ ხმა მოგვეცით და ყველაფერს გაგიკეთებთო? აბატონო, მარტო მატერიალური პრობლემებით ნუ შემოვიფარგლებით. სოფლად მცხოვრებ ხალხსაც სჭირდება სულიერი საზრდო და იფიქრეთ ამაზე. ახლა კი ჩემ კოლეგას ნუნუ მასწავლებელს გადავცემ სიტყვას. მოგესალმებით, მე გახლავართ ნუნუ მასწავლებელი. 30 წელზე მეტია, რაც სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლი. ჩემი მოსწავლეები სამწუხაროდ ყველაფერს მოკლებულები არიან. ძალიან უყვართ თავიანთი კუთხე, მაგრამ აქ მათი სულიერი განვითარებისთვის არანაირი პირობები არ არის. მერე გვიკვირს, რატომ არ ბრუნდებიან უმაღლესი განათლების შემდეგ მშობლიურ მხარეში. იშვიათი გამონაკლისის გარდა, უკან თითქმის არავინ ბრუნდება. რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ვერც გაამტყუნებ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მატერიალურ პრობლემებზე არ ვილაპარაკოთ. ეს ისედაც ყველა მიცის, ერთადერთი კავშირი სამყაროსთან ინტერნეტია და ყველაფერს ინტერნეტით ვიგებთ. ისიც ინტერნეტით გავიგეთ, რომ ახალი ქართული ფილმები გადაუღია და პრიზებს იღებენ საერთაშორისო ფესტივალებზე. ულოცავთ ყველას, ძალიან ვამაყობ და ძალიან გვიხარია. გთხოვთ, რომ რაიონებში ჩამოიტანოთ ეს ფილმები და აქაც მოგვეცეს მათი ნახვის ბედნიერება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხმა მიაღწევს მათ გულებამდე და ამ ოცნებას აგვისრულებენ. გამარჯობა, მე ფიზკულტურის მასწავლებელი ვარ. სპორტი ჩემი ცხოვრების წესია და არც ერთი დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ვარჯიშის გარეშე. მაგრამ ჩვენი სკოლის პედაგოგებს რომ ვუყურებ, ვარჯიში არც მათ აწმენდათ. ეს პრობლემა მარტო ერთი სოფლის არ გეგონოთ. ჩემს კოლეგებს რომ ვხვდები, მათაც იგივე აზრი აქვთ. გთხოვთ, რამე პატარა დარბაზის მოწყობას, სპორტული ინვენტარით, არც ევროპული რემონტი გვინდა და არც რაიმე განსაკუთრებული. რომ აქაურმა მაცხოვრებლებმაც იგზრონ თავი ჯანმრთელად და ბედნიერად. იმედია, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებ და რაც შეიძლება მალე გაგვახარებთ. გამოგვიგზავნეთ ხმოვანი წერილები მისამართზე. dio@hair_voice_g არავ. ან მოდით პირდაპირ ეთერში. თქვენს პრობლემებზე. ეცადეთ, რომ თქვენი ხმა კარგად ისმოდეს, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ, არც ეს არის პრობლემა. ჩემი ბებო მაინც სულ სახლშია და იმას წავაკითხებ. აბა ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით.